პრემიერ ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადებიდან თითქმის 1 წლის თავზე ქართული ოცნება ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შეჩერების გადაწყვეტილება არა თბილისმა, არამედ ბრიუსელმა მიიღო. მართლ პარტიაში მკაფიო მტკიცებულებად ასახელებენ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველე ჰერჩინსკის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისთვის გიორგი ზურაბაშვილისთვის 5 ნოემბერს გაგზავნილ წერილს. ეს წერილი 7 ნოემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა. მისი შინაარსის თანახმად ევრობლოკში გაწევრების პროცესი 2024 წლის 27 ივნისს ევროპის საბჭოს დასკვნების საფუძველზე შეჩერდა. ჯამი ჭურჭელია. Facebook-ზე ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ წერილს, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ კი მის შინაარსზე ასე ისაუბრა. ჩვენ ვხედავთ იმ აბსოლუტურად ღია დეზინფორმაციას და პროპაგანდას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით ინტენსიურად მიდის იმის გამო, რომ საქართველოს არ აყვა მოწოდებებს და 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საკუთარი ქვეყანა არ გაწირა სხვათა გეოპოლიტიკური თამაშისთვის. ამის შემდეგ დაიწყო ზუსტად თავდასხმები საქართველოს ხელისუფლებაზე, მცდელობები ხელისუფლების ჩანაცვლებისა, დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაშიც ბრიუსელმა უდიდესი პოლიტიკური ენერგია და თანხები დახარჯა იყო ის, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და სიმართლე არის ის, რაც აი ამ წერილში წერია, რომ თავის დროზე 2024 წლის ივნისში ეს იყო სწორედ ბრიუსელი, რომელმაც იმისთვის რომ ზეგავლენა მოეხდინა ქართულ ხალხზე, მის ქართულ ამომრჩეველზე შეაჩერა თავისი გადაწყვეტილებით ინტეგრაციის პროცესი. ამიტომ ეს არის, როდესაც ჩვენ თავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით, მაგრამ პროპაგანდა შეიძლება მოკლე ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ მუდმივად სიმართლეს ვერ დამოუკიდებლად. ევროპელი დიპლომატისა და საქართველოს დიპლომატიური უწყების წერილობით კომუნიკაციაზე პასუხმა არ დააყოვნა ბრიუსელიდანაც. So what we see is another attempt to derail the attention from the facts. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ფაქტებისგან ყურადღების გადატანის კიდევ ერთი მკაფიო მცდელობა. ხელისუფლების მხრიდან უკვე მიჩვეულები ვართ საინფორმაციო პროპაგანდას, ასე რომ მოდით პირდაპირ ფაქტებით ვისაუბროთ. 2024 წლის ივნისში ჩვენ უკვე გვქონდა ევროპის საბჭოს დასკვნები, რომლებიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს დემოკრატიულ უკუსლას. ეს დასკვნები ასევე იყო ერთგვარი პირველი გამოსაფხიზლებელი მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რათა მათ შეებრუნებინათ აღებული კურსი. ჩვენ გვყავდა ქართული ოცნების მთავრობა, იგივე პარტია უმრავლესობა იყო წარმოდგენილი პარლამენტში და დემოკრატიისთვის ამ დესტრუქციული ქმედებების გადახედვის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ქმედებები უფრო ინტენსიური გახდა. ოპოზიციაზე ზეწოლა, ჟურნალისტების დაპატიმრება, თავდასხმა მშვიდობიან დემონსტრანტებზე. შესაბამისი დასკვნები ჩვენ გვქონდა 2024 წლის ივნისში, ასევე დასკვნები გვქონდა 2024 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში. და ახლაც მიმდინარე კვირაში ჩვენ ვნახეთ გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ყველა ამ ქმედების შედეგად საქართველოს კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის. თუმცა ბრიუსელის პოლიტიკა არ არის ერთადერთი, ვისაც სახელისუფლებო პარტია ევროინტეგრაციის გზაზე შემოფერხებლად მიიჩნევს. ამ მხრივ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისთვის პრობლემური აღმოჩნდა საქართველოსადმი კიევის დამოკიდებულებაც. 5 ნოემბერს დიპლომატმა გაიხსენა 2022 წლიდან მოყოლებული ყველა ის შემთხვევა, როცა მისი შეფასებით უკრაინამ თბილისისადმი არამეგობრული ქმედებები გამოავლინა. ქართველი კოლეგისთვის საპასუხო განცხადების გაკეთება პლატფორმა X-ის მეშვეობით მოუწია ანდრი სიბიჰას. ქართული მხარე არ უნდა გაბრაზდეს სარგეში საკუთარი ანარეკლის დანახვაზე. ევროკავშირში გაწევრების გზაზე საქართველოს წარუმატებლობის ყველა მიზეზი იმალება თბილისში და არა კიევში. რაც შეეხება უკრაინას, მეგობარ ქართველებს ჩვენ უსურვებთ მხოლოდ ერთს, მიუხედავად მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკისა, ერთხელ და სამუდამოდ რეალობად აქციონ თავიანთი ევროპული მისწრაფებები. საქართველო არის ევროპა და არა რუსული სამყარო. ვიდრე ქვეყნის ევროინტეგრაციის შეფერხებაში თბილისი, ბრიუსელისა და კიევის არამეგობრულ ქმედებებს ხედავს, საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე 2025 წელს ევრობლოკის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებლით ასრულებს. ასეთია ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშის 4 ნოემბრის დასკვნა.